კოლხური გვარები თუ ტოპონიმიკები, რომლებიც გაქრა ან ქრება, ან საერთოდ არ ვიცით მათ შესახებ. მოდი დავიწყოთ გვარებით, რომელიც სინამდვილეში არის კოლხური წარმოშობის. აბრავა, არგუსია, არსანია, არულია, ბარჯანია, ბებელია, გვაძა ან გვაძავა, აბუსერია, ხახულია, ხანგარია, ადამელია, აკარია, არაია, არსია, ბადლია, გაბაია, გამსალია, გელია, გერგალია, გერგელია, გოლია, გოგულია, გოდუა, ზუალია, კარჩხელია, კვაჩია, კვიჭია, კუტიტია, ლაბია, ლაბარია, ლაჟია, ლაჩია, მიქანდარია, მიხელია, ნართია, ნარტია, საგერლია, სასქირია, სისქირია, ტორჩია, ჟგართელია, ალშიბაია, რომელიც შემდგომში არშბა გახდა, ხუბუა, რომელიც ახუბა გახდა, ჭუმბაძე, რომელიც ჭუმბა გახდა. დანარჩენი გვარები ბაღავში მაგალითად წმინდა ლაზური გვარია. გურია მაგალითად მეგრულად ნიშნავს გულს. დაღესტნის დედაქალაქი მაგალითად მახაჩქალა, რომელსაც დაღესტნელები ვერასდროს ამოხსნიან, რა წარმოშობისაა. მახაჩქალი ნიშნავს მეგრულად მთოხნილს. განჯა, რომელიც მეგრულად ნიშნავს გაღებას, გასაღებს, კარს. ვეჯინი ნიშნავს არდაელოდო, არტანუჯი, უჯი მეგრულად არის ყური. კავკასიის ალბანელები კოლხები არიან. ბიზანტიური ენციკლოპედიის ჩანაწერები. ვინც სოჭის მხარეს მოხვედრილა, იცის, რომ სოჭის მიღმა არსებობს დასახლება ბირცხა. ბირცხა მეგრულად არის ჩხილი. საერთოდ კრასნოდარისკენაც თუ გაიწევთ, იქ საერთოდ ლამის 80% კოლხური ტოპონიმებია. ალბათ იმიტომ, რომ ჩერქეზები არიან კოლხები და საუბრობდნენ რასაკვირველია ქართველურ ენაზე. გვარი თუთაშვილი მაგალითად, თუთა არის მთვარე მეგრულად. გვარი ხუჯაძე, მაგალითად ხუჯი არის მხარი მეგრულად. გვარი ტორონჯაძე, ტორონჯი არის მტრედი მეგრულად. ლაზურ ჭანების გვარები ძირითადად არის ში დაბოლოებებით, მაგრამ ასევე არის ბერი დაბოლოება. ასევე სქირი ან სკირი ნიშნავს მეგრულად შობილს, შვილს, გვარის გამგზელებელს. ლაზური გვარებია ჯაში, ტუღუში, ბაღვაში, მარუში, ტრაფში, ხალვაში, მემიშიში, ვანილიში, აბაში, შარაში, ცარგუში, ხაზირიში, ხანაში, კაში, კაშია, მორგოში, გოთოი, გურეში, გეგეში და ასე შემდეგ. და რასაკვირველია, თურქეთის ტერიტორიაზე ნჩ-ი დაბოლოებული ყველა არის ლაზური გვარი. სოიუნჩუ, ქოიუნჯუ და ასე შემდეგ. და შით დაბოლოებული იქაც ყველა ლაზური გვარია. ბერი დაბოლოებული მაგალითად თუთაბერი, კაკუბერი, გოგიბერი, გიგიბერი, ყობერი, ლოსაბერი, გუმბერი, სულაბერი, მაცაბერი, თავბერი და ასე შემდეგ. ეს ყველა ლაზური დაბოლოებებია. ასევე წულეისკირი, პაპასკირი, კვეკვესკირი, ბულესკირი, გაბესკირი, გაბესკირია. ესეც რასაკვირველია კოლხური გვარებია. აბდუშელიშვილი, რომელიც ლაზურად არის სინამდვილეში აბდუშელიში. ნუ რასაკვირველია კომენტარებში დამიწერენ, რომ სკი, იგივე სკუ, რომელიც არის ლამის აღმოსავლეთ ევროპის 80% გვარების დაბოლოება, ეს ხომ არ არის კოლხურიო. დაბოლოება არის კოლხური, მაგრამ ამ გვარის მატარებელი ხალხი შეიძლება არ იყოს კოლხი. იმ ტერიტორიაზე თუ კოლხეთის იურისდიქცია გავრცელდებოდა, მაშინ მათი გვარები იქნებოდა კოლხური დაბოლოების, სკი, სკუ. ეს იმას კი არ ნიშნავს სკიზე და სკუზე დაბოლოებული გვარები კოლხები არიან, არა. ისინი მოხვდნენ კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში და მიიღეს კოლხური გვარების დაბოლოება. ანუ დაპყრობილი იყო ეს ხალხი კოლხების მიერ და მათ კოლხებმა აიძულეს, რომ ეს გვარი მიეღოთ. პროსტურად გვარის დაბოლოება. იგივე რაღაცა ხდება, მაგალითად, როდესაც საბჭოთა კავშირი შეიქმნა, ოვზე გადავიდა ლამის მთელი კავკასიის გვარები.